მოგესალმებით. დღეს ამ ვიდეოში ჩვენ შემოგთავაზებთ როგორ შეიძლება ავაჭყავთ ჩვენი დაბალყუბიანი ან დაბალყუბიანს ვამბობთ 50-დან დასკუბამდე მოპედები, კვადროები, მექანიკა, ავტომატიკა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ორტაქტიანი, ტრაქტიანი არც მაგას აქვს მნიშვნელობა. დარჩით ვიდეოს ბოლომდე, რადგან ვიდეოს ბოლოში იქნება ის ორი ნაწილი, რის შეწყვეტაზე და გაწყვეტაზე ბევრი წელს მოდის როგორც ვამბობთ და ასევე მოგწესთ. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა ვიდეოების და ლაიქება. კარგი კომენტარებიც. ნაწილი პირველი. ვარიატორი. რა არის ვარიატორი? ვარიატორი გვხდება ავტომატიკა მოპედებზე, ავტომატიკა კვადროებზე. ვარიატორი არის ის ნაწილი, რომელიც მოპედს ეხმარება დაძვრაში და სიარულში. ვარიატორი შედგება სამი ნაწილისაგან. ეს სამი ნაწილი არის ზამბარა, რემენი და როლიკები. როლიკები არის ყველაზე ადვილი შეცვლელი. შეგვიძლია ისინი შევცვალოთ, ანუ მოდიფიკაცია ვქნათ ხელით. ან კიდევ ვიყიდეთ და ისე შევცვალოთ. ხელით მოდიფიკაციას გირჩევთ, რომ აერიდოთ, რადგან ჩვენ ვცადით ეგ და ძალიან ცუდად დამთავრდა. მოპედი 20-ს ვერ ცდებოდა, მაგრამ ძალიან მაგარი ძალა ჰქონდა. კი, კარგი იყო, მაგრამ շատ კარგი ვერა ტრასაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როლიკი მძიმეა თუ სუბუქი. მძიმე როლიკების შემთხვევაში აქსელერაცია დაბლდება, მაგრამ ტოპ სპიდი მაღლდება. სუბუქის შემთხვევაში პირიქითა. ანუ აქსელერაცია უფრო მაღალია, მაგრამ სისწრაფე, ან ბოლო სიჩქარე ტოპ სპიდი უფრო დაბალია. ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე რემენზე. რემენი თუ არის ცოტათი გაცვეთილი, ან ცოტათი გაუმართავი, ამ შემთხვევაში მოპედს აკლდება ძალა და ეს რემენის შეცვლა აუცილებელია ყოველ რამოდენიმე ხას კილომეტრზე, რადგან რემენი არის მაცვეთადი ნაწილი და ეს ძალიან ბევრ ამას წყვეტს ამ სიჩქარეზეც და ძალაზეც. ახლა გავიდეთ. გიო, ჩვენ მოპედზე რემენი რამდენი ხანი ისეა შეგვიცვლი? გეტყვით და სადღაც ესე 5-6000? 5-6000 კილომეტრი. ჩვენ მოპედს როცა ავაწყობთ, შემდეგ ალბათ რემენის შეცვლაც იქნება, განახებთ როგორ შევცვლით რემენს. კარგი, ეხლა ბოლო ნაწილი. ცეპლენიაში ბოლო ნაწილი არის ზამბარა. კარგია, თუ იყიდით სპორტულ ზამბარას, რადგან სპორტული ზამბარები არის უფრო როგორ თქვა, სიხისტე უფრო მაღალი, წნეხს უფრო უძლებს და ანუ მოპედს ეხმარება, რომ უცებ ხისტად დაიძრა სწრაფად რა. ეგრევე გასდადა და გაიქცევა. ეხლა რა უნდა გითხრათ? ეს ამ ყველაფრის აკეთება არ არის საჭირო, რომ ერთად მიაყარო და ეგრე გააკეთო. ჯობია ჯერ როლიკები გამოცვალო, მერე რემენი შეცვალო და მერე ესე პატარ-პატარა ნაწილებად მიყვე და ისე ააწყოთ, რომ ერთად რო შეცვალო, მერე შეიძლება პრობლემები წამოიჭრას. ზოგ როლიკზე რემენი არ მიდის, იმიტომ რომ რემენს დიამეტრი პატარავდება და მერე ვეღარ გადის ბოლომდე და ასე შემდეგ რა, ძალიან დიდი დაკვირვება უნდა. ეხლა გადავიდეთ მექანიკაზე. გადმოვინაცვლოთ გარეთ. კარგად ცხელა, გულიანად ცხელა, კარგა. ეხლა დავიცოთ მექანიკა. როგორ შეგვიძლია მექანიკის სიჩქარის გაუმჯობესება? პირველ რიგში შეგვიძლია დავარეგულიროთ კბილანები. კბილანა მექანიკა მოპედებში და კვადროებში დიდ როლს თამაშობს, რადგან კბილანაზე დამოკიდებული სისწრაფე, ძალა, აჩქარება და ასე შემდეგ. თუ უკან დავაყენებთ პატარა კბილანას და წინ დარჩება ისე ვის რაც ადრე იყო, ამ შემთხვევაში აქსელერაცია დაიკლებს, არა აქსელერაცია მოიმატებს, მაგრამ ძალა დაიკლებს და თუ პირიქით ვიზავთ, ანუ დიდ კბილანას დავაყენებთ წინ, არა უკან და პატარას დავაყენებთ წინ, ამ შემთხვევაში ძალა უფრო მოიმატებს და აქსელერაცია უფრო დაიკლებს. ანუ სიჩქარე დაგაკლებათ, მაგრამ ძალა გექნება. ეხლა ეს მექანიკაზე ამ კბილანების შეცვლა ძალიან მარტივია, რადგან არ მოითხოვს არანაირი დიდ ჩალიც რაღაცა ესე ხელით იმეებს არ მოითხოვს. შეგიძლიათ უბრალოდ გამოიწეროთ ეს ნაწილები, ჩამოვა, დააყენებთ, ან მოიმატებს, ან დაიკლებს. ხა უკვე მაგას თქვენ გადაწყვეტთ. ეხლა ალბათ გაგიჩნდება შეკითხვა. კაი, ხა ეს ორტაქტიანებზე ვილაპარაკე რაღაცა, მაგრამ ორტაქტიანებზე რით შეგვიძლია უფრო დავეხმაროთ მოპედს თუ კვადროს აჩქარებაში, მომატებაში და ძალის გაზდაში. ჩემი პასუხი ამაზე არის დიდი, როგორ თქვა, 100 ხელა 70-80 კუბიანი დასადგმელი გალოკა პორშინ კოლიცო, თუ 50 კუბიანი ორტაქტიანი მოპედი ან კვადრო ყავთ, ყველაზე მაგარი რაც იქნება რომ გააკეთოთ, ეს იქნება ამ დიდ გალოკა პორშინი ღილზის დადგმა. ეს უმატებს ძალასაც, უმატებს ეკონომია, ეხა პირიქით უარესდება, არანაირ სტოპს ვეღარ დაზღვევა ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალა გექნება სასწაული. გადაადგილებაც მაგარი, მაგრამ ნი არ გაგაფრთხილოთ რომ თავი შეიკავოთ რაღაც რისკიანი საიტებიდან გამოწერა, იმიტომ რომ
ზოგ შემთხვევაში ეს ნაწილები ჩამოდის ძალიან უხარისხო, არის ძალიან ცუდი, არა აქვს არანაირი კარგი პერფორმირება, კომპრესიას ვერ იჭერს და ასე შემდეგ. კარგი, გამოცვალე ეს Porsche კოლიცოები ამ თვითონ მოპედზე თუ კვადროზე, მაგრამ ძალიან არ მოიმატა. ძალიან იმიტომ არ მოიმატა, რომ თქვენ საკმარის საწოლს არ აწოდებთ. შემდეგ უკან მე ბექპრეშერი აღარ აქვს, სტოკ ჰაერის კი არ გამონაბოლქვის გამშვებს, საჭიროა ამ ნაწილების შეცვლაც. კარგი იქნება თუ ყიდით ბანანა გრუჩთელს ასე ვთქვათ. ოღონდ მარტო ორტაქტიანზე. ოღონდ მარტო ორტაქტიანზე ხა, ოთხტაქტიანზე ვერანაირად ვერ მომატებთ, რაც კიდათ გრუჩთელს ვიქენით. თავარი სტოკი არ იყოს. ასევე უნდა გამოცვალოთ კარბურატორი, შეგიძლიათ დაჯეტოთ, მაგრამ დაჯეტვას იმდენი ძალა არ მოაქვს, ჯობია იყიდოთ ახალი დიდი 20-21 მმ-იანი კარბურატორები, მიდის 50-იანზე, 70-იანზე, 100 კუბიანზეც მიდის, ძალას უმატებს სასწაულად და არის ეხლა ეკონომია საერთოდ აღარ იქნება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ 21 მმ-იანი კარბურატორი საკმარისად დიდია. თან ეხლა 80 კუბიან მოპედის ორტაქტიანზე მით უმეტეს. ეხლა რა განსხვავება ამ ოთხტაქტიან ძრავებსა და ორტაქტიან ძრავებს შორის? ოთხტაქტიანი ძრავები არის უმეტესად ძალიან reliable ძრავები, არის ძალიან ეკონომიური, არის ძალიან ასე ვთქვათ წყნარი რა, თავის პონჩი ასულ, კატარებს შორმანძილზე წაგიყვანს, ზეთის გამოცვლას მოგთხოვს და მეტი არაფერი რა. ორტაქტიანი ძრავები კი პირიქით არევასები. ხმამაღალები, ძალიან ხმამაღალები, დრუჟბის ხაზზე მუშაობს უყველა. არევასები, რაც თორია. არის ძალიან არაეკონომიური, წავს იმდეს რომ აი ოთხტაქტიანი მაგდეს ალბათ 100 კილომეტრი ვერ დაწავს. აქვს საკმარისად კარგი გულიანი აჩქარება, ისე რომ აი რა. ასევე როგორც უკვე აღნიშნე წეღან, აქვს ძალიან ცუდად ნაწილები. არის ყურადღება უნდა მიექცეს ორტაქტიან მოპედზე ძალიან ბევრ რამეს. ეს ნაწილები არის Porsche-ი, კოლიცოები, ძალიან მაჯდება კოლიცოებიც, იმიტომ რომ ორტაქტიანია. კარბურატორს უნდა მიექცეს ყურადღება, იმიტომ რომ მიქსი თუ აირია საწვავის და ჰაერის ამ შემთხვევაში შეიძლება Porsche-ი გახვიდოთ და კომპრესიას ეგრევე დაკარგავთ და ძავს ეგრევე გაფრჩებული აღარ ვარ გამორჩა რა. ეხლა ეს იყო ჩვენი ვიდეოს დასასრული, მივუახლოვდით დასასრულს. გამოიწერთ არხი და ლაიქეთ ვიდეოები. როგორც წინა ვიდეოში ხაც გამოჩნდება ამოტივება ჩემი და ვალერიჩის ინსტაგრამი. შეგიძლიათ აგვამატოთ, თუ ამის ნახვა გინდათ, გეტყვით, გასწავლით როგორ უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა შეცვალოთ ნაწილები და ასე შემდეგ. მომავალ შეხვედრამდე აბაჰე და აბოჰო.